თბილელეთში თენდებოდა. ყველა თბილელეთელს ტკბილად ეძინა ბაჭოს გარდა. იცით რატომ უყვარდა ბაჭოს დილით ადრე გაღვიძება? იმიტომ რომ ის ყოველ დილით მზის ამოსვლას ეგებებოდა. ახლაც მყუდროდ იჯდა თავის საყვარელ ადგილას, იღიმოდა და მზის გამოჩენას ელოდა. მაგრამ მის და გასაკვირად იმ დღეს მზე საერთოდ არ გამოჩნდა ცაზე. ტყე ქალაქში ყველა შეშფოთდა და დაიბნა. ვერავინ ხვდებოდა გათენდა თუ ისევ ღამე იყო. ბაჭოც იჯდა ჩაფიქრებული და ცას უყურებდა. სწორედ მაშინ მასთან პეპელა ელო მიფრინდა. ელო თბილელეთელი თეთრი პეპელა იყო. პატარა, ლამაზი და ძალიან კეთილი. ის სული მის ფიქრში იყო, თუ ვის რა სჭირდებოდა და როგორ დახმარებოდა. თუ მზე აღარ ამოდის, უნდა გავარკვიოთ რატო. თბილელეთი ასე დიდხანს ვერ გაძლებს, ფიქრობდა ელო. მას კარგად ესმოდა, რომ მზისკენ მიმავალი გზა არც თუ ისე მარტივი იქნებოდა. მაგრამ თეთრი პეპელა ძალიან მამაცი გახლდათ. მას არასოდეს აშინებდა სირთულეები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მის საყვარელ თბილელეთს ეხებოდა. ბაჭო, ერთი იდეა მომივიდა, წამოიძახა ელომ. ცაში მინდა აუფრინდე და დაკარგული მზე მოძებნო. რა კარგი აზრია, ელო, უპასუხა ბაჭომ. მეც გამოგყვები, არ მინდა მარტო გაგიშვა. მოდი, ერთად ვიპოვოთ დაკარგული მზე. მათ თავიანთი გადაწყვეტილება თბილელეთელებს გაუზიარეს და შორეულ ცაში გასაფრენად მოემზადნენ. ბევრი იფრინეს თუ ცოტა იფრინეს, ერთ საოცრად ლამაზ და უცნაურ ადგილს მიადგნენ. რამდენი ვარსკვლავია გარშემო, ნეტავ სად ვართ? გაიკვირვა ბაჭომ. უცებ ხმა გაისმა. თქვენ კოსმოსში ხართ. ბაჭო და ელო მოbrunდნენ და მათ წინ მდგარი ოქროსფერი ბოკვერი შენიშნეს. გამარჯობა მეგობრებო, მე მაქსი ვარ, მზის სისტემის მცველი. გამარჯობა მაქს, მე ბაჭო ვარ. მე კი ელო, წარმოთქვა პეპელა მღიმილით. ბოკვერი მაქსი ოქროსფრად ბრწყინავდა. მისი თვალები მზესავით თბილი და კოსმოსივით უსასრულო იყო. მისი ხმა კი ძილის წინ მოსმენილი იავნანასავით მშვიდი და ტკბილი იყო. ეს ადგილი, რომელმაც ასე დაგატყოვათ, კოსმოსია მეგობრებო, განაგრძო მაქსმა. კოსმოსი უზარმაზარია. ის იმდენად დიდია, რომ არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. აქ ვარსკვლავებიც იმციმებენ, პლანეტები ტრიალებენ და 1000 გვარი საოცრება ხდება. მე მზის სისტემას ვდარაჯობ. მზის სისტემა ეს არის პატარა უბანი კოსმოსში, სადაც მზე ცხოვრობს და მის გარშემო 8 პლანეტა ბრუნავს. რა საინტერესოა, წამოიძახა ელომ. და თქვენ რამ მოგიყვანათ აქ? იკითხა მაქსმა. ჩვენ მზეს ვეძებთ, თქვა ბაჭომ. დღეს ის თბილელეთის ცაზე აღარ ამოვიდა და ძალიან მწუხვართ ამის გამო. სიბნელე და სიცივეა ჩვენს ტყე ქალაქში. წამოდით, მე მიგიყვანთ მზესთან, მაგრამ სანამ მასთან მივალთ, არ გინდათ პლანეტები გაგაცნოთ? ღიმილით თქვა მაქსმა და თვალები აუციმციმდა. გვინდა, რა თქმა უნდა გვინდა. ერთხმად წამოიძახეს ბაჭომ და ელომ. როგორც უკვე გითხარით, მზის სისტემაში 8 პლანეტაა, რომლებიც მზის გარშემო ბრუნავენ, თქვა მაქსმა. ესენია: ნეპტუნი, რომელიც ყველაზე შორეული პლანეტაა მზიდან. ის დიდი და ცივი ლურჯი ბურთია. იქ მზე ძლივს აღწევს, სულ სუსხი და ბურუსია. ნეპტუნი ყველაზე ქარიანი პლანეტაა პლანეტებს შორის. ურანი, გვერდულად მბრუნავი უცნაური ცისფერი პლანეტაა, სადაც უმეტესი დრო სულ ზამთარია. სატურნი, ყინულისა და ქვის რგოლებით მორთული პლანეტა. თურმე ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ, მას ყურებიან პლანეტასაც უწოდებდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავს. იუპიტერი,
ზის სისტემაში ყველაზე დიდი და ბუმბერაზი პლანეტა. ის კოსმოსის ნამდვილი გოლიათია. იუპიტერი ფერად-ფერადი ღრუბლებით არის შემოსილი, ხოლო მის ზედაპირზე ბობოქრობს გიგანტური შტორმი, რომელიც დიდი წითელი ლაქის სახელითაა ცნობილი. იცით ეს 4 პლანეტა რატომ არის სხვებისგან განსხვავებული? იკითხა მაქსმა. იქ მყარი მიწა არ არის, მხოლოდ რბილი აირის ღრუბლებია. ისინი ჰგვანან ცაში გამოკიდებულ გიგანტურ ბუშტებს, ამიტომაც მათ აირის გიგანტებსაც ეძახიან. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, თქვა გაცვიფრებულმა ელომ. მოდით ახლა შემდეგი 4 პლანეტა გავიცნოთ. ესენია: მარსი, დედამიწა, ვენერა და მერკური. დედამიწა სიხარულით წამოიძახა ბაჭომ. ჩვენ ვიცნობთ დედამიწას. ის ერთხელ თბილელეთში სტუმრად იყო თავის დაბადების დღეზე. ვიცი ეგ ამბავი, გაიღიმა მაქსმა. დედამიწა ძალიან გახარებული დაბრუნდა თქვენგან. ის ამჟამად ერთადერთი პლანეტაა, სადაც სიცოცხლეა. დედამიწა ლურჯ-მწვანე ბურთივით ბრუნავს კოსმოსში. მის ზედაპირზე არის მაღალი მთები, მწვანე ტყეები, ლურჯი ოკეანეები, ხმაურიანი ქალაქები და მშვიდი სოფლები. ზოგგან თოვლია, ზოგგან ქვიშის უდაბნოები, ზოგგან კი მინდვრები. დედამიწა სავსეა სიცოცხლით და ფერებით. მას ყავს ერთგული მეგობარი სახელად მთვარე, რომელიც მისი თანაშემწეა და მის გარშემო ბრუნავს. მარსი დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა. მას ხშირად წითელ პლანეტასაც ეძახიან, რადგან მისი ზედაპირი წითელი ქვიშით არის დაფარული. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მარსზე ოდესღაც წყალი არსებობდა. მარსი მამაცი პლანეტაა, პატარაა, მაგრამ გაბედულად ბრუნავს თავის გზაზე. ვენერა მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი პლანეტაა. მის ზედაპირზე ბევრი ვულკანია, რომლებიც ხშირად იფრქვევიან. ვენერაცაზე ისე ლამაზად ბრწყინავს, რომ ძველად მას ცისკრის ვარსკვლავს ეძახდნენ. მერკური მზის სისტემაში ყველაზე პატარა პლანეტაა. ის მზესთან ყველაზე ახლოს მდებარეობს და მზის გარშემოც ყველაზე სწრაფად მოძრაობს. მერკურს ზედაპირით ძალიან ამსგავსებენ მთვარეს. ჩვენი კოსმოსური მოგზაურობა სრულდება, მეგობრებო, ჩუმად თქვა მაქსმა. ახლა დროა მზეს ვეწვიოთ. ძალიან საინტერესო იყო შენი მოსმენა, მაქს, უთხრა ბაჭო. მაქსმა ოდნავ დახარა თავი და თბილად გაიღიმა. ბაჭოს ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ოქროსფერი ბოკვერი კოსმოსის ვარსკვლავებს უნდა შერწყმოდა. აი როგორც იქნა მზესაც მიუახლოვდნენ. მზეო, შეიძლება? ჩურჩულით იკითხა მაქსმა. მობრძანდით, მეგობრებო, გაისმა მზის თბილი ხმა. მზე ისეთი დიდებული და ნათელი იყო, ბაჭოს და ელოს სუნთქვა შეეკრათ და სიტყვებიც კი დაავიწყდათ. მზემ მშვიდად განაგრძო. მე ვიცი, რატომაც მოხვედით. გსურთ გაიგოთ, რატომ აღარ ამოვანათეთ თბილელეთის ცაზე, არა? ამას თავად უნდა მიხვდეთ, ჩემო კარგებო. მე ვერ დაგეხმარებით, მაგრამ მინდა ერთი რაღაც გითხრათ. დაიმახსოვრეთ, სინათლე მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა სიმართლეს ამბობთ. ტყუილი სიბნელეა, სიმართლე კი სინათლე. დაფიქრებული ბაჭო და ელო ჩუმად იდგნენ. მაქსი მიუახლოვდა მათ და უთხრა: დროა დაუბრუნდეთ, მეგობრებო. ისინი დაემშვიდობდნენ მზეს. შემდეგ მადლობა გადაუხადეს ოქროსფერ ბოკვერს. სულ მემახსოვრებით, ჩუმად თქვა მაქსმა და გაიღიმა. ბაჭო და ელო შებრუნდნენ და თბილელეთისაკენ გაფრინდნენ. თბილელეთი კვლავ სიბნელეში იყო ჩაფლული. ყველა მოუთმელად ელოდა ბაჭოსა და ელოს დაბრუნებას. როგორც იქნა, ბაჭო და ელო დაბრუნდნენ. მათ მეგობრებს თავიანთი კოსმოსური თავგადასავლის შესახებ უამბეს.
ბაჭომ მათ მზის დანაბარებიც გადასცა. ცოტა უცნაურია, მაგრამ მზემ სხვა არაფერი გვითხრა გარდა ამ სიტყვებისა. ტყუილი სიბნელეა, სინათლე კი სიმართლეო. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ყველა თბილელეთედი ჩაფიქრდა, განსაკუთრებით კი დათუნია ბელო, რომელიც იქვე მოშორებით იდგა. თბილელეთში მეორე დილასაც არა მოსულა მზე. ისევ სიბნელე იყო. ბელომ ვერ მოისვენა და დილით ადრე თხილად გამოვიდა სახლიდან. ბაჭოს სახლისაკენ გაემართა და ჩუმად დააგაგუნა. ბაჭო, შემომიშვიქვთ ხო? რა მოხდა, ბელო? რაღაც მინდა გითხრა. ოღონდ არავის უთხრა, კარგი? მას შემდეგ, რაც შენ და ელო ჩამოფრინდით და მზის ნათქვა მიგვიამბეთ, რაღაც გამახსენდა. რაღაც ისეთი, რაც აქამდე არავისთვის მithქვამს. მეგონა ვერც ვიტყოდი. მითხარი, ბელო, ხომ იცი, შეგიძლია მენდო? უთხრა ბაჭო. ბელომ თავი დახარა და ჩურჩულით დაიწყო. გახსოვს, თაფლის დიდი ქილა რომ გამატანეთ დათოსთან თოლ ქალაქში. მე გზაში ის ქილა მთლიანად შემომეჭამა. მერე დავბრუნდი და მოგატყუად, თითქოს დათოსთან ვიყავი. მრცხვენია, ბაჭო, ძალიან მრცხვენია. დავფიქრდი, იქნებ ჩემი ტყუილიც გახდა იმის მიზეზი, რომ მზე აღარ ამოვიდა თბილელეთში. ბელოს სიტყვების დასრულებისთანავე ცაზე უცნაური ბრწყინვალება გაჩნდა. მზე ნელ-ნელა ამოცურდა ჰორიზონტზე და გაანათა მთელი თბილელეთი. ბელო, აღმოხდა გაოცებულ ბაჭოს, შენ სიმართლე თქვი და მზე დაბრუნდა. ახლა ყველაფერი გასაგებია. მზე შენს გულწრფელობას ელოდა. ყოჩახ, ჩემო მეგობარო, ძალიან ვამაყობ შენით. მხოლოდ ერთს გთხოვ, მეორედ, როცა რამე შეგეშლება, არ შეგეშინდეს სიმართლის თქმის. მერე რა მოხდა, რომ თაფლი შემოგეჭამა? ბელოს თვალები აუწყლიანდა. ბაჭო მას ჩაეხუდა. მზე ზემოდან დასქეროდა მეგობრებს და იღიმოდა. ირგვლივ კი სინათლე იყო, ნათელი, თბილი, ენით აუღწერელი. ჭირი არსად ხინი აქა, ქატო არსად ფქვილი აქა.